Pirpaso megoreo ხოთმიე სალმობ ჩვენი განცემის სტუმრები ნიკა, სანდრო და ბატონი ანზორ მელიები. გამარჯობა. სანდრო ესე იგი ჩვენი სტუმარია მუდმივი. მინდა გითხრა და ძალიან აფი ახალისებს ჩვენ სტუდიას და ძალიან დიდი მადლობა ბატონო ანზორო ჩამოხედით ზუგდიდიდან მოხედით ჩემთან სტუმრად. ნიკა დიდი მადლობა რომ მოიცალე იმიტომ პირიქით დიდი მადლობა. ავეჯი ახალი შეგიძენიათ. რომელი ხო? შენ ხარ ციხიდან რომ გამოხედი არ ყოფილ ხარ ჩემთან. მაშინ ანუ რბილი მოგეჩვენა ესე იგი ესავე. კი, ნამდვილად. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა მიირთვით ჩვენი გამაგრებელი სასმელი და სანდროსაც შესთავაზეთ. გინდა სანდრო? გინდა მე არ სავალდებულო. ეს მინდა. მოკლედ ესე იგი. ასულა. ბატონო ანზო, როგორ ბრძანდებით? მადლობთ. როგორია საარჩევნო კამპანია? აი, როგორ ფიქრობთ? ანუ თქვენთვის ხო პირველი იყო ეს რომ ანუ არჩევნებში მიიღეთ მონაწილეობა და ნუ რაღაც ახალი იყო თქვენ ცხოვრებაში, ხო? მადლობას ვეუბნები ღმერთს, რომ ისი არ მომკლა, რომ არ მანახა ჩემი ზუგდიდი. დიახ. ზუგდიდის ყველა სოფელი და ხალხის განწყობა და სიყვარული. სადაც არ მივედი, ყველგან ნიკას მამა მოვიდა, ნიკას მამა მოვიდა, ნიკას და ეს იყო სიყვარულით სავსე შეხვედრები, არაჩვეულებრივი შეხვედრები და თითქმის ყველა სოფელი შემოვიარე. აი საოცრება ვნახე, მე არ მეგონა რომ ასეთი მშრომელი ხალხი როგორც ზუგდიდში და მის სოფლებში ცხოვრობს და ასე გაჭირებულად რატომ უნდა ცხოვრობდეს და ამაზე ვაგებდით ჩემ გამოსვლებს. ნიკა შენ ანუ მე ხო ვიცი რომ ბოლო წამამდე არ იყო გადაწყვეტილი ზუგდიდის მერობის კანდიდატი ვინ უნდა ყოფილიყო. ანუ მინდა კითხო რომ აი თვითონ ახლა ხეშეღებელზე ხარ გასული. თვითონ განწყობა, ანუ აი შედარება. იცი რა, შემოთაი არ არსებობს დღე არ არსებობს დღის განმავლობაში 2 ან 3 მადლიერი პაციენტი არ შემხდეს, ვინც მამას მოეფერება და მამის გამო, ანუ ანზორის გამო მადლობას მეუბნება მე და ეს ძალიან მაძლიერებს და ბედნიერი ვიქნები თუ წლების შემდეგ იმის ნახევარი მაინც სიკეთე წინ დახვდება ჩემს ვერ გაკეთებული სანდროს. ხო, მართლა ბედნიერი არ იცით რამდენად ძლიერდები, როდესაც სრულად უცნობი ადამიანი ქუჩაში გაჩერებს და გეუბნება რომ მამამ გადამარჩინა, მამამ ოპერაცია გამიკეთა, მამასთან დედამ იწვა სამავთყოფოში და ეს არის ძალიან დიდი ძალა, რომელიც ამ ძალიან რთულ პროცესში მემატება. ხო, ანუ თითქმის ყველა ოჯახი დაკავშირებულები ვართ ბატონ ანზორთან. რატომ მიხარია რომ მამა არის ჩვენთან ერთად ბევრ პატრიოტთან ერთად ბრძოლის წინახაზე, იმიტომ რომ ზუსტად ის მოხდება ზუგდიდში, რაც უნდა მოხდეს თელს ქვეყანაში გაერთიანება ძალების. ხა მამა ნამდვილად არ ანსხვავებს ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველს სხვა პარტიების ამორჩევლისგან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ტრადიციად იქცეს და ზუგდიდის მერი აღიქმებოდეს ყველა ზუგდიდელისთვის როგორც ზუგდიდის მერი და არა როგორც პარტიული მერი, რომელიც იზრუნებს მხოლოდ მის პარტიაზე და მისი პარტიის ამორჩეველზე. და ამას ხედავს მე ჯერა ყველა ზუგდიდელი. აი მაგალითად ხო ბატონო ანზო როგორც ახლა პულისებში ვლაპარაკობდით, რომ იყო ანუ ზუგდიდში რა კეთდება თქო, ნუ შეკითხვა დაგისვით და ანუ ესე იგი თუ ვინმე სადმე სიტყვაზე ქოცი ცხოვრობს, იმასთან სიტყვაზე აკეთებენ გზას. ეს მასიურად არის. 1 და 2 ქუჩა კი არ არის. სოფლებია კიდევ. წინა არჩევნებიდან აქვთ ეს ყველაფერი მონაცემები, სად წააგო ოცნებამ არჩევნები, რომელ უბანში. ის უბანი ჩაბნელებულია. გზები საშინელ მდგომარეობაში აქვთ. ხოლო იქ სადაც ოცნება მოიგო, იქ გეგონება რუსთაველის პროსპექტია. აი ასეთი დიდი სხვაობა არის, გამიგეთ? ეს ასე მამა რო დასახელდა ზუგდიდში კანდიდატად და დაიწყო კამპანია, ნუ საზოგადოების ნაწილი დაიბნა და მათ შორის როგორც აღმოჩნდა პაციენტები და რამდენიმე პაციენტმა დარეკა მამასთან კლინიკაში
და წინასწარ ხო ეწერებიან პაციენტები და ითხოვეს გამოკვლევაზე თუ შეიძლება ჩამწერეთ ნიკა მელიასთან. ორმა ქალბატონმა სხვადასხვა დღეს. კი ბატონო. მაგრამ მე ერთი ძალიან მაგარი, ანუ შენი ბანერები ხო გავრცელდა რაღაცად, მაგრამ მან ბანერებში იყო ერთი ძალიან სასაცილო ის, რომ სანდრო რო დგას შენს ბანერთან და ისე იჯღანება, როგორც იმ ბანერში იჯღანები. გახსოვს? როგორ იჯღანება მამა იქ? ესე თქვი, აბა იქ კამერებისკენ. კამერებისკენ. მაგარი ფოტოა ეგ. მაგრამ რა უნდა კითხო ახლა ბატონო აზურ, გვანან ერთმანეთს ბატონო აზურ. ძალიან. მაგრამ ეს კუბშია. ეს კუბშია? რატო? ნიკა კი იყო ცელქი ბავშვობაში, მაგრამ დამჯერეს იყო, რომ ეთყოდი ყველაფერს ისრულებდა. რაც არ შემიძლია. ამას ვერ უბედა. სანდროზე ხო? ამ სასაულია. მე ვნახე ვიდეო, სადაც სეტყვა რომ მოდის. სეტყვა მოდის და თქვენ პაროდიას აკეთებთ, ხო? დავიღუპეთ. ნახე რამდენია სანდრო. დავიღუპეთ. იცით რა პერიოდია, როდესაც გამოაქვს ხეებს ეს ყვავილები და ველოდებით რომ კარგი მოსავალი გვექნება და არაფერი არა ამის საშიშროება და უკვე წამოვიდა სეტყვა და მე უკვე გულწასული ვიყავი ფაქტიურად. ეს დავიღუპეთ. მაგრამ რაც სურათი რა დგომაც ერთმანეთთან რაღაც ძალიან გავართ ეხლა ალბათ შენ რასაწყობ ხასიათით გავართ ძალიან ხასიათით ქცევებით მიხრა მოხდით არ ყველაფერი არ ვიცი როგორ მოხდა ეს ყველაფერი არ ვიცი მაგრამ ნუ მოხდა კაი, მოდი იცი რა, ერთი კითხვა მინდა იმაზე. ცოტა ძველი თემა, მაგრამ ღმერთმა არასოდეს გამყოფოს იქ, მაგრამ ციხის ამბავს. აი პირველი დღე რო შეხვედი რა იყო პირველი შენთვის უხერხულობა, ანუ რა შეგეძლო. პირველი ორი დღე იყო რთული, ეხა არავინ არ თქვას რომ ადვილია იყოფნა, რთული იყო, არ გამიადვილდა. ამის შემდეგ რა თქმა უნდა შევეგო, მაგრამ პირველი ერთი თვის განმავლობაში მქონდა საშინელი კომპლექსი იმ ორი ვიდეო სათვალთვალო კამერის, რომელიც იმ საკანში არის დამონტაჟებული. ანუ გიყურებს ცოცხალი რამდენიმე ადამიანი, ხო, თვალთვალის ქვეშ ხარ და კომპლექსი მქონდა, როცა ვამბობ რას გულის, ხო, იმიტომ რომ ხო ვიცექ იმ ნარზე, ხო, საბანი ხო გადაფარებული. ახლა სულ წერტიში, ოდესაც გინდა გასვლა, ხო, აი ეგ მქონდა კომპლექსი, შარვას ვიცმევდი. მედიდან ადგომისას ვიცმევდი. და ესე გავდიოდი სალკე პირველი წერტილი და ესე მოვდიოდი პირველი გარკვეული პერიოდი. ხო. ვცდილობდი რომ ანუ რაღაც ისეთი ოჯახური ტრუსებით აწარმოებდა საზოგადოების წინაშე რა. ხო. ამის შემდეგ რა თქმა უნდა და ნუ კიდე თუ კი სადმე გძნობ რომ ხარ ციხეში თუ კი დღის განმავლობაში არის რომელიმე საათი ან წუთი როგორ გძნობ რომ ციხეში ხარ, ჩემთვის ეს იყო დილის 8 საათი. რატო? ოდესაც აი არც ერთი წუთით გვიან და ადრე გაღვიძებენ, ანუ საკნის კარებს აღებენ, შემოდიან ციხის სამი თანამშრომელი შემოდის, შენ გაყავხარ საკნიდან და ნუ ათვალიერებენ გვირაბს ხო არ ხრეკენ საკანს. და თუ კი გააქვს ახლა წინა დღით მოგროვებული რაღაც აყობაცხოვრებო ნარჩენები, ის ცელოფრით უნდა გაიტანო და გარეთ საკანთან უნდა დადგა და ეს პროცედურა ყოველ დღე წარმოიდგინე. და საინტერესო ის იყო, როდესაც შევედი ციხეში. ხო. პირველი ორი კვირის განმავლობაში ყველა საკანში შედიოდნენ და ჩემთან საკანში არ შემოდიოდნენ და ძალიან მიკვირდა, რატო აკეთებდნენ, ვიფიქრე ალბათ პატის მცემე როგორც ახლა პოლიტიკური პატიმარი ვარ და ზედმეტად არ მაღიზიანებ, ვერ მივხვდი თუმე რა ყოფილა შესვლის თანავე მე მთხოვეს რომ ტესტი გამეკეთებია კორონავირუსზე და უარი განვაცხადე და ავტომატურად გადავედი карантиნის რეჟიმში თურმე. და აღარ გაგვიძებ. და არ მაგვიძგანო არ შემოდი. აღარ გაგვიძებ. როგორც კი გავიდა, ამის შემდეგ დაიწყო ყოველ დღე
მარტვილობა ჩემი. ხო და რა ანუ ის მაგა თვითონ ეს ნარი რაზეც იწექი. როგორ რბილი იყო, ნუ როგორ არა, არ იყო, ნამდვილად ისეთი თხელი მატრასია და გამიჭირდა თავიდან და მოვითხოვე მეორე ნარის მატრასი, რომელიც საკანში იდგა, მაგრამ მატრასი არ იყო და ნუ ის არ მომწეს და მითხეს რომ მაღაზიაში შეგიძლია იყიდო ღრუბელი და სქელი ღრუბელი ვიყიდე ამას გონი 75 ლარი ღირდა და ის ღრუბელი რომ მომიტანეს ჩავაფინე მაგრამ ნუ ისეთი ფორმა მიიღო დღეების შემდეგ რომ პრაქტიკულად ესეთი ვიწექი შიგნით როგორც ნავში რა ვერც გადატრიალდებოდი ვერც გამოტრიალდებოდი ჩაღრმავდა ხო ესეთი და ფორმა მიიღო შენი ტანის თლიანად აი და წამოღებო მაგრამ არ გამოგატანა თებში წამოვიღე ორი და კოვზი და ჩანგალი ითიც ტელევიზორი დატოვე ტელევიზორი დავტოვე კი თებში ჩანგალი და დანა წამოვიღე ვანო შოუს თუ უყურებდი ეგ მაინტერესებს ვანო შოუს უყურებდი ყველაფერს უყურებდი აბსოლუტურად როგორ უყურებდი ყველაფერს როცა პარასკევს მხოლოდ ვანო შოუ გადის და ისეთ ციხეში პირველად მივხვდი რომ არის ჩემს გარდა სხვა ადამიანიც იმიტომ იქო ერთმან პატიმარს ვერ ხედავს ეხლა სამარტო საკანია და ყველა ასე არის როდესაც ფეხბურთის მატჩი იყო საქართველოს ესპანეთი ხო საქართველოს ესპანეთი და ხვიჩა ყვარაცხელიამ გოლი გაიტანა დაინგრა ციხე და მაშინ მივხვდი რომ მარტო არა ვარ ციხეში მართლა მაშინ ვაუ დანარჩენი 67 წლის განმავლობაში მარტო მეგონა მე და ციხის ზედამხედველი არა და მე ვიცი რომ ბატონ აზო ფეხბურთელობა უნდოდა ამას ხო ძალიან უნდოდა და ნუ ერთი შეცდომის გამო დამთავრდა ამის კარიერა ეხლა წესით ფეხბურთის კარიერა დამთავრებული უნდა კონდეს და მწვრთნელად უნდა მუშაობდე ხო ნიკა ავადმყოფები რომ მირეკავდნენ ხომ ეუბნებოდნენ ჩივილებს რაღაცებს და ნიკა უსმენდა ამას თამრიკოც ყველაფერი მეკითხებოდა რა არისო და აი ასე მეთქი დაეცა ან რაღაცა და თაბრუცხოები აქვს გულისრევა რაღაცა წოლა უნდა და წოლითი რეჟიმი რაღაცა ნიჭიერია და ერთ დღეს მოვიდა და გვეუბნება რომ ეს არისო დავეტაკეთო ერთმანეთს მე და ჩემი მეზობელიო დავარდიო და ფეხბურთზე დავდიოდი რა ფეხბურთზე გულისრევები მაქვსო და რაღაცა და აუ უცბად ხომ იცით გამოვლენა პირველსავე დღეს არ იცის ამან რაღაცა და 3 დღე მაინც უნდა იწვეს და დავაწვინე და მე გამოტყდა ბოლომდე არ შეუძლია ეს რომ არ გითხრა სიმართლე და გითხრა და ზო დამთავრდა იმის მერე დამთავრდა შენი ფეხბურთზე სიარული ხო მაგრამ მე ვიცი დადიოდა კარატეზე კარატეზე კი სხვა არაფერი არ იყო მაშინ ა რატომ კარატეზე ჩონგბურთზე და პედაგოგი ვინ იყო შენი კარატის პედაგოგი ვინ იყო პედაგოგი წვრთნელი ახაშარტავა ხო ჟიული შარტავაშვილი კიდე ახაშარტავა კიდე ვინ იყო ბატონ აზო კიდე ანზორ ჩუბინიძე ეს შემდეგ უკვე აკადემიაში სწავლობდა აზური გასწავლა ეს კანცელარიაში დადიოდა ნიკა დაბლა პირველ სართულზე იყო ეს კარატეს წრე და დადის და ეხლა მე სულ ავამტყოფებში რაღაცები და იშვიათად რომ საღამოს მოვსულიყავი და რომ მოვედი და რაღაცა ნიკა ვეუბნები ნიკა ერთი შენი ჭირი მე მეთქი რომ დადიხარ რას გასწავლიან მათ ჩვენე და არაო და ესე იგი არ მივეცი საშველი არ მივეცი ვანახეთი რას გასწავლიან ჩვენე რას გაჩვენებენ მაინც და მაინც მეთქი და ეს არის დატრიალდა და ეს ფეხი რომ აწევ ვაიმე მეთქი და მომხვდა და 2 თვე გიფში მქონდა ხელი მომწყდა ხელი რომ არ ამეწია არაფერი არ გაუნდოდა ჩვენება მაგრამ მე თვითონ ვხოვე როგორც გულით გაჩვენათ ესე იგი გულით მაჩვენა ისეთი ტრიალი ქონდა ონედოსკოპი დადო გამოში ხო იცით რა არის ერთი ნიკა ნუ ერთი ძალიან ისეთი ამბავი მინდა რომ მოყვე ამ გადაცემაში რა აი ახლა ხო მთელი ეს ერთწლიანი რაღაცა პერიოდი გავიარეთ მთელი ეს რაღაცა მთელი მაღალი ტემპერატურაზე პოლიტიკური ტემპერატურა იყო მაღალი სულ შენს გარშემო ხდებოდა ყველაფერი ხო რეალურად ხო ეგრე იყო რა ანუ შენს გარშემო იქ რაღაცა ევროკავშირის წევრები ჩამოვიდნენ მთელი ჩართულობა რაღაცა რეფერენდუმი არჩევნები
როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? კი ბატონო, ეს ასოც არ მომიყოლია და სიმართლე არის შემდეგი არც ერთი უტრირებული სიტყვა. ვანო ჯავახიშვილი მეპატიჟება გადაცემაში, მე ვერ საზღვრავ დღეს ზუსტად ვიქნები იმ დროს თბილისში თუ არ ვიქნები. ლაპარაკობთ რა, კაბინეტში ვხედავთ ლაპარაკობთ. არ მინდა რომ ჩემს გამო გადაცემა ჩაუვარდეს. ამიტომ მოვედი ვანოსთან, მეგობრებთან, ვანო არის მის ოთახში, ხაკაძე და სხვები და მოკლედ გადავწყვიტე რომ სანამ გადაცემაში მოვალ, წავალ თურქეთში. ხო. და მიზეზი იყო ძალიან ტრივიალური, ხა არ ვიყავის დაახლოებით 3 წელიწად ნახევრის განმავლობაში საზღვარგარეთ ნამყოფი და უბრალოდ მესაჭიროებოდა ჩემი ზომა ფეხსაცმელი. ნუ ეხა აქ ვერ ვყიდულობ 48 ზომა მაქვს ფეხსაცმელი. ფეხი მაქვს 48 ზომა და ვერ ვყიდულობ და მინდა რომ თურქეთში გადავიდე დღე ნახევრით ან 2 დღით და გადმოვიდე და რატომ? იმიტომ რომ პასპორტი ხო ჩამორთმეული მქონდა მე და მეგზალებოდა ქვეყნის დატოვება. ახალი დაბრუნებული ჰქონდათ ჩემთვის პასპორტი, დაურეკე ადვოკატს გიორგი კონდახიშვილს და ვუთხარი და ვთხოვე რომ გააფრთხილე პროკურატურა ვისი სიტყვიერი თანხმობა საჭირო იყო რომ გადავალ თურქეთში და გადავალ კი ბატონო, მოკლედ წავედით სახში. დავიშვიდე. ის დღე დავიშვიდე. გავიღვიძე და ზარი გამოტოვებული და მესიჯი მოწერილი გიორგი კონდახიშვილს გადაურეკე. ბიჭო, განცხადებაო, გაავრცელაო პროკურატურამ გუში ღამე ველაპარაკეო და ნაცვლად იმისა რომ თანხმობა მოეცადო, წერენ რომ გირაო გადაიხადოსო. გირაო გადაიხადოსო 40,000 ლარი. ანუ გვირაოს და ძალიან ისეთი კონფრონტაციული ტექსტით. და ბად მივხვდი რომ ამ ადამიანებს არც ახსოვდათ საერთოდ რომ თუ კი მე რაიმე გირაოს სახით გადასახდელი მქონდა. ო არა, გადაცილებული იყო. ხო, პირველი ჩემი ხო, ნუ ეხლა ხვა რა მოუღიათ რა. გამიგია პასპორტი დამებრუნეს, ხელში მაქვს. ქვეყნიდან გასვლა მოვითხოვე და ამ დროს ეთქობა გაახსენე და ამას გირაო გადასახდელიო რა. ეხლა ხო არა მოუღიათ ერთ გამოლობაში. პირველი ჩემი რეაქცია ინსტინქტური იყო რომ ნუ რა საერთოდ რა თმინდოდა თურქეთში გადასვლა 40,000 ლარი არაფერში უნდა გადავიხადო, თან გირაოს გადახდას არ მეკუთვნის მეორეჯერ ეს ხო საერთოდ. მოკლედ ნუ მივიღე გადაწყვეტილება ამ უსამართლო გირაოს არ გადავიხდე, დავდექე ჩავატარე ბრიფინგი. ნუ არ გადავიხდე, ვერ დამიჭერთ, ხო? ამ ყველაფრის შემდეგ ნუ არ ვიცი რაც მოხდა, ჩემზე კარგად იცით, ხო, ჩამოვიდა მიშელი, ჩამოვიდა დენიელსონი არაერთხელ შედგა შეთანხმებაში და მივედით რეფერენდუმამდე. რომ რეფერენდუმამდე მივედით, ეხლა დაგიჭირეს. რომ არა 48 ზომა ფეხი. რეფერენდუმი არ იქნებოდა. დასწრება, რასო გამომიყოლე. ანუ რომ არა 48 ზომა ფეხი და ეს ისტორია 53%-იანი ეს ზღვარი მქონდა არაფრიდან წარმოვიშვა, ნუ ფატალისტი ვარ რა, რაც შეიძლება მოხდეს. ეს არის ისტორია, რომელიც პირველად მოვყევი ხახტო და მართალი ამბავია ძვირფას ტელემაყურებლობა არ გატყვევს არც ერთ სიტყვას, აი მართლა და მე მიხარია რომ ამ პროცესში მეც მონაწილეობდი რა. ამით გამაყობ, იცი? ეს არჩევნები ჩემი მიღწეულია ძვირფას ტელემაყურებლებო. არა, ნუ ეხლა რეალურად ეს ბანალური ისტორია არ ვიცი 48 ზომა შესაძლებელი გამოვა. კაი იყო, კაი. ბატონო აზო, მე ვნახე, ნუ ძალიან დიდი გამოხმაურება ქალბატონ ლელა წურწუმიას ჩამოსვლა ზუგდიდში, თქვენ რომ შეგხვდათ. რამდენი ნახვა აქ ახლა ნიკა მაგას? ხო, წარმოვიდი 1,500,000 ნახვა ქონდა. ხო, აი ძალიან და ანუ როგორი ესე იგი ზეიმი იყო, როგორც მივხვდი ზუგდიდში, თქვენ და ქალბატონ ლელა წურწუმია რომ დაგინახეს ბაზარში და ნუ მე ეგეთი არაფერი მინახავს, რომ აი ხალხი შეულებთ იდგა და ტას გიკრავდათ, ხო? დამირეკეს და დამირეკა ლელონ და მითხარ რომ ბაზარში უნდა შეხვდეთო ყველის რიგშიო. ხო. ხო და ისა რომში მოვედი უკვე ლელა იქ იყო ყველის რიგში და ატყდა, მაგრამ რა ატყდა და გადავეხვიეთ ერთმანეთს, იმიტომ ძალიან დიდ პატივს ავცემ და მანდ მოყევით ქალბატონ სესილია თაყაიშვილის ერთი ამბავი. დიახ. ხო, ნუ თქვენი პაციენტი იყო და ალბათ თქვენც გექნებოდათ ხო, ანუ ისეთი რაღაც აკრძალვები. ლელასთან მოვყევი მე პირველი დღე, მაგრამ მე ძალიან დავმეგობრდით. მეგობრები ვიყავით ყველაფერი და 28 დღე იწვა და 28 დღე მორიგეობდი.
სახში მიშვებდნენ დილას ხო იმაში ინტენსიურში და დილას რომ დავამთავრებდი მორიგეობას დღისით ხომ უნდა ყოფილიყო ექიმი კიდე 4 დღეში ერთხელ მქონდა მორიგეობა მე მიშვებდნენ სახში ვიძინებდი მოვდიოდი და იცოდა ქალბატონ სესილიამ რომ დღეს 4 საათზე ანზორი მოვა და შევდივარ ინტენსიურში ხო და სახტად დავრჩი ესე იგი ეს სპანაირად გაუკეთებია რაღაც ბუდესავით ქონდა აი ასე გაკეთებული მაგიდა რომ ინტენსიურში აი რომ სადილობენ და რაღაცა მისადგმელი მაგიდა ყველაფერი ის დაუდგია ცოტა მოზრდილი სარკე და ამ თმებში ჩაუჭვია სიგარეტი. ხო მაგარი მწეველი იყო, მაგიდა აუგზალეთ სიგარეტის მოწევა. და ერთი 20 ღერი სიგარეტი ქონდა და თმებში ჩარჭობილი აქვს ეს? და აი ასე და ამოაწრობდა ერთ შეოხერო შენ დამართე ხომ ეს სიგარეტი გადააგდებდა. მეორე შენ გამო უნდა მივიღო მე შენიშვნები შეუნამოსო ბაღასი არის. დასაჯა სიგარეტი რაღაც სასაულის სანახავი იყო წარმოიდგინე რაღაცა შენ უნდა მოგაკვლევინო თავი ეს და მე დავუძახე ექიმებს შემოდით მეთქი ნახეთ მეთქი და ნუ სასაული იყო რა კაია დიდი მადლობა ბატონო ანზორ მობრძანებისთვის სანდრო ბატონო სანდრო უღრმესი მადლობა რომ მოხვედით ჩემს გადაცემაში სტუმრად ძალიან დიდი პატივია ჩემთვის ნიკა უღრმესი მადლობა უბრალოდ მინდა ბოლოსკენ მაინც ხვალ არის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი ხვალ არის არჩევნები არ არის არჩევნები და არც კენჭის ხრა და არც წილის ხრა ხვალ არის თარიღი ისტორიული რამაც უნდა განსაზღვროს აი 2032 და 33 წელს სანდროს თაობის ბავშვები როგორ სახელმწიფოში იცხოვრებენ ეს არ არის არჩევნები ვინ იქნება თბილისის მერი ზუგდიდის მერი წყალტუბოს ქუთაისის თელავის თუ ფოთის ეს მნიშვნელოვანია მაგრამ ამაზე მეტად მნიშვნელოვანია რა ტიპის სახელმწიფოში ვიქნებით და რა ტიპის სახელმწიფოში გვეყოლება ამა თუ იმ ქალაქის მერი ხა თუ სუვერენიტეტი დავკარგეთ და თუ თავისუფლება როგორც ასეთი აღარ გვექნება რა მნიშვნელობა აქვს ხო ხა ბეტონს და ასფალტს ვინ დაასხამს არა კი ეგრე არის ამიტომ თუ მაქვს შესაძლებლობა ვისარგებლებდი ყველას მინდა ვთხოვ მივიდეთ ჩვენი რეგისტრაციის მისამართზე მე ვიცი რომ ბევრი ადამიანი ცხოვრობს ფაქტობრივად თბილისში მაგრამ ჩაწერილი არის ქუთაისში ასე დავბრუნდეთ ხახნო და პირიქით ცხოვრობენ ქუთაისში მაგრამ ჩაწერილნი არიან თბილისში და მივიდეთ ძალიან მშვიდად და მტკიცეთ ეს ხელისუფლება დავამარცხოთ და ვიამაყოთ იმით რომ მშვიდობიანად მართალმა საზოგადოებამ მოვახერხეთ და დავამარცხეთ ოლიგარქი რომელსაც ძალიან ბევრი ფული აქვს რომ დავამარცხოთ როგორ ბიულეტენით ხელში მორჩა და გათავდა ამ ადამიანებს ეხლა რო ვკითხოთ 2070 წელი რო იყოს გამოვა ღარიბაშვილი და იტყვის რომ ჩვენ ვართ ყველაზე მაგრები ანუ და არასოდეს არ ენდომებათ ეს ლუკაშენკოს ბელორუსია ნუ გადავაქცეთ ამიტომ ყველაფერი არის თითოეულ ჩვენგანზე ხვალ დამოკიდებული და ასეც იქნება. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის ბატონო ანზორ, ძალიან დიდი მადლობა ნიკა, სანდრო. ძირფასო ტელემაყურებელო, ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ ბატონი ნიკა მელია, სანდრო მელია და ბატონი ანზორ მელია. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ძირფასო ტელემაყურებელო, ამით ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა და ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში. შეგახსენებთ რომ ხვალ არჩევნებია და ბიულეტენში გექნება სულ ორი არჩევანი სინათლესა და სიბნელეს შორის. ამ ორიდან თუ სწორ არჩევანს გააკეთებთ, მაშინ ინათებს მალე იღვიძებს თბილისი და ვდივარ გეძებ სადახარ თბილისი
გადაცემის წარმოდგენია